გამოვაცხოთ კლასიკური მძიმე პასკა. ეს არის 10 კვერცხიანი კლასიკური პასკის ნახევარი რეცეპტი. ვისაც გებევრებათ მთლიანი რეცეპტი, ამით შეგიძლიათ გამოვაცხოთ ნახევარი. გამოვიდა 5 პასკა 700 გრამიანი. შეგიძლიათ გამოვაცხოთ 6 ცალი 600 გრამამდე პასკები გამოგივართ. დავიწყოთ საფუარის დაყენებით. 500 მილილიტრი ნელთბილი რძე მოვათავსოთ თასში. დავამატოთ 2 სუფრის კოვზის საფუარი. ვამატებ ამდენივე 2 სუფრის კოვს შაქარს. კარგად შევურიოთ ერთმანეთში, დავაფაროთ და დავტოვოთ 10-15 წუთი, რომ გააქტიურდეს. სუნელები შეგიძლიათ წინასწარ დააყენოთ კონიაკში, ან ეხლა დაამატოთ. თითო ჩაის კოვზი ან ცოტა ნაკლები დაამატეთ ილი და ჯავზი. უფრო ნაკლები უნდა დაამატოთ მიხაკი და დარიჩინი. დავასხი 50 მილილიტრი კონიაკი. უნდა დავამატოთ 150 გრამი ქიშმიში და დავამატებ 70 გრამ ცუკატებს. ცუკატებს თუ ჩაანაცვლით ფერადი ჩირებით, უფრო გემრიელი გამოვა. 1 ცალ დიდ ფორთოხალს გავხეხავ და წვენსაც გამოვწურავ. სხვათაშორის ძალიან წვნიანი ფორთოხალი გამომადგა. ცედრას ცოტა შაქარს დავამატებ, კარგად გადავსრესავ, ასე უფრო გავა არომატები. წვენსაც გავწურავ, ამათაც გვერდზე გადავდგავ დროები. გამოვიყენებ 250 გრამ კარაქს და გავადნობ. შეგიძლიათ ნახევარი მარგარინი გამოიყენოთ ან სპრედი. მაქვს 0 კატეგორიის 5 კვერცხი. ეს არის დიდი ზომის კვერცხები. დავამტრიოთ კვერცხები და ავწონოთ. სულ გამომივიდა 290 გრამი დამტრიული კვერცხი. თუ სოფლის პატარა კვერცხებით ამზადებთ, ერთი კვერცხი ზედმეტი დაამატეთ, ან აწონეთ და გაუთანაბრეთ 290 გრამს. გადავიტანე კვერცხები თასში, ვამატებ მწიკ მარილს, დავამატე 650 გრამი შაქარი. შაქარი დაამატეთ 600-დან 700 გრამამდე, დამოკიდებულია როგორი ტკბილი პასკა გიყვართ. ჩემი პასკები არ გამოირჩევა ძალიან სიტკბოთი. გავთქვიფოთ კარგად, მაღალ სიჩქარეზე. ჩვენი მიზანია, რომ შაქარი რაც შეიძლება მეტი ჩადნეს. თქვეფაში აი ასე უნდა გათეთრდეს. დავამატე 250 გრამი გამდნარი კარაქი, რომელიც უმჯობესია ნელთბილი იყოს. ეს დაეხმარება შაქარს ჩადნობაში და ეს თავისთავად ცომს ხელს შეუწყობს აფუებაში. დავამატოთ ფორთოხლის წვენი. აქვე ფორთოხლის ცედრა. დავასხათ სუნელები კონიაკით, ან ვისკი შეგიძლიათ დაასხათ. ვანილი არ დაგავიწყდით, შევურიოთ და ჩვენი კვერცხის მასა მზად არის. აქვე გვაქვს რძეში გააქტიურებული საფუარიც. საფუარი ყოველთვის უმჯობესია ცოტა ესე ჩააგდოთ და ხელმეორედ გაფურდეს. მაქვს 1,5 კილო გაცრილი ფქვილი. მოვათავსე დიდ თასში. ვამატებ ნახევარ ჩაის კოვს მარილს, გავუკეთე ჩაღრმავება და ჩავასხი საფუარი. დავამატოთ კვერცხის მასაც, მოვურიოთ კოვზით. მოგეჩვენებათ, რომ მასა ძალიან თხელია, ეს თბილი კარაქის გამოვა, როგორც კი გაცივდება, შეიპყრება ცომი. დაფაზე მოვაყარე 1-2 სუფრის კოვზი ფქვილი, შეგიძლიათ ზეთი მოუსვათ და გადმოვიტანოთ ცომი მოსაზელად. ამ 100 მილილიტრ ზეთს გამოვიყენებ ზელვაში. ცომი ხელებზე ეკრობა და შპატელი ძალიან კარგი დამხმარე იქნება. შპატელით მოვზელავ. ზელვაში დროდადრო ზეთს ვასხამ, ხელებსაც იზეთიანებ და ისე მოვზილოთ. შევაზილოთ მთელი ზეთიც. თასში მოусვათ ცოტა ზეთი და ჩავდოთ ცომი. გავუკეთოთ საჰაერო, დავაფაროთ. თუ ასეთ ცელოფანს დააფარებთ, აუცილებლად ნაჩვეტები გავუკეთეთ. თბილად დააფარეთ და დადგეთ თბილ და მყუდრო ადგილას. მე შევდგამ თბილ ღუმელში, ავუნთებ შუქს და იქ დავტოვებ ასაფუებლად. დასჭირდა 4 საათი, რომ აფუებულიყო.
ცოტა ჩავზილე და 1-2 საათით კიდევ დავტოვე. გადმოვიტანოთ დაფაზე, არ უნდა ფქვილი, თუ ძალიან გეკრობათ გაიზეთიანეთ ხელები, გავშალოთ და მოვაყაროთ ქიშმიში და ცუკატები. ჩემი ქიშმიში მშრალია, წინა დღეს გარეცხილი მაქვს და ფქვილს არ ვამატებ. თუ ნესტიანი ქიშმიში გაქვთ, ცოტა ფქვილი მოაყარეთ. კარგად შეურიოთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ქიშმიში და ცუკატები. ცომი გავყავი 5 ნაწილად. აი ესე ამოვაგუნდავე 5-ვე. თლიანი ცომი გამომივიდა 3 კილო და 646 გრამი, გავყავი 5 ნაწილად და თითო გუნდა გამოვიდა 729 გრამები საშუალოდ, მეტ-ნაკლებად. შეიძლებოდა 6 ნაწილად გამეყო და 600 გრამები გამოვიდოდნენ. ეს მე ჩემი ფორმების მიხედვით გავყავი. ჩემი ფორმა არის სიგანე აქვს 13.5 სანტიმეტრი და სიმაღლე 10 სანტიმეტრი. ცომმა შეავსო ფორმების 1/3. ცომის წონა ეს პირობითია, თქვენ შეიძლება მეტ-ნაკლები გამოგივიდეს, ეს დამოკიდებულია ცუკატებზეც და ქიშმიშზეც, რას დაამატებთ. ფორმები გადავიტანეს საწყობზე, დავაფაროთ და დაველოდოთ აფუებას. ფორმებში აფუებამაც 4 საათი წაიღო, იმიტომ რომ მაგიდაზე მეტ გაასე, უფრო თბილ ადგილას თუ დადგამთ, უფრო მალე აფუგდება. ზემოდან წავუსვი გათქვეფილი კვერცხი, რომელსაც ცოტა რძე დავამატე. ცხება წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე 40-55 წუთი, შეიძლება 1 საათიც დასჭირდეს, დამოკიდებულია ფორმების სიდიდეზეც. 40 წუთის გასვლის მერე ჩხირზე გასინჯეთ და მშრალი უნდა ამოვიდეს ჩხირი. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ დაბალი ღუმელი გააქვთ, ძირი და ზედაპირი რომ არ დაეწვეს, უნდა გამოიყენოთ ალუმინის ქაღალდი. ძირზე წინასწარ დაუფინეთ ალუმინის ქაღალდი საწყობს, ხოლო როცა ზემოდან შეწითლებას დაიწყებს, ზემოდან გადააფარეთ ალუმინის ქაღალდი. თუ მაღალი ღუმელია და დენის სპირალები დაშორებულია, ალუმინის ქაღალდი არ არის საჭირო. გამოდის აი ასეთი სასწაული პასკები. გასაციებლად დავალაგოთ რკინის ბადეზე და ისე გავაციოთ. გასაციებლად მეორე დღემდე დავტოვე, დღეს უკვე მეორე დღეა და პასკები კარგად გაცივდნენ. ნახეთ რა სასწაული პასკებია, ეს არის ტრადიციული ნოტიო პასკა და როგორც უკვე გითხარით, ეს პასკები ყველა ოჯახში უნდა ცხვებოდეს. ეხლა დავჭრათ და ვნახავთ რამდენად ნოტიოა, საერთოდ არ იშლება და ძალიან გემრიელი და ძალიან არომატული პასკები გამოდის. აუცილებლად მოსინჯეთ, არ დარჩეთ ამ პასკების გარეშე აღდგომებზე. მე კი თქვენ ეხლა დროებით გემშვიდობებით, ყველას ბედნიერ აღდგომებს გისურვებთ, აღდგომების მერე კი ძალიან საინტერესო რეცეპტებით შევხვდებით. ამ რეცეპტით ერთ დროს მთელი საქართველო აცხობდა და ძალიან ბევრს უწერია საოჯახო რვეულში. და დღესაც ყველა უნდა აცხობდეს ასეთი კლასიკური მძიმე პასკის ერთ პარტიას მაინც. ჩვენი ოჯახისთვისაც, როგორც ბევრისთვის, ეს რეცეპტი იყო საოჯახო პასკის რეცეპტი.